წარმოგიდგენთ ფინანსური ლიტერატურის სრულ ტოპ 7-ს, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ფულის ფსიქოლოგიის, ისე კონკრეტული სტრატეგიების ათვისებაში. პირველი, მორგან ჰაუზელი, ფულის ფსიქოლოგია. ეს წიგნი ამტკიცებს, რომ ფინანსური წარმატება არა მათემატიკური უნარები, არამედ ქცევაა. იგი გვიხსნის, რატომ იღებენ ადამიანები ირაციონალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და როგორ ჩამოვაყალიბოთ სწორი დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ. მეორე, რობერტ კიოსაკი, მდიდარი მამა, ღარიბი მამა. ფინანსური განათლების საძირკველი. წიგნის მთავარი გაკვეთილია განსხვავება აქტივსა, რასაც ფული მოაქვს, და პასივს, რასაც ფული მიაქვს შორის. იგი გასწავლით, რომ ფული თქვენთვის უნდა მუშაობდეს და არა პირიქით. მესამე, ბენჯამინ გრემი, გონიერი ინვესტორი. ინვესტირების ბიბლია. გრემი გვასწავლის, როგორ ავირიდოთ თავიდან ბაზრის სპეკულაციები და როგორ განვახორციელოთ გრძელვადიანი უსაფრთხო ინვესტიციები ღირებულებაზე დაფუძნებით. მეოთხე, ჯორჯ კლეისონი, ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში. მარტივი იღავების ენით გადმოცემული სიბრძნე. მისი მთავარი პრინციპი, ჯერ გადაუხადეს საკუთარ თავს, გულისხმობს შემოსავლის 10%-ის მუდმივ დაზოგვასა და მის შემდგომ დაბანდებას. მეხუთე, ნაპოლეონ ჰილი, იფიქრე და გამდიდრდი. ეს წიგნი ფოკუსირებულია მენტალიტეტზე. ავტორმა შეისწავლა 500-ზე მეტი წარმატებული მილიონერის ჩვევები და ჩამოაყალიბა ფორმულა, რომლის მიხედვითაც წარმატება იწყება მკაფიო მიზნითა და ურყევი რწმენით. მეექვსე, თომას ჯეი სტენლი, მეზობელი მილიონერი, The Millionaire Next Door. ეს წიგნი ანგრევს მითებს მილიონერებზე. კვლევებზე დაყრდნობით, ავტორი აჩვენებს, რომ რეალური მილიონერების უმეტესობა არ ცხოვრობს ფუფუნებაში, არამედ არიან ძალიან ეკონომიურები, დისციპლინირებულები და დიდ დროს უთმობენ ფინანსურ დაგეგმოს. მეშვიდე, დეივ რემსი, ფულის სრული ტრანსფორმაცია. თუ გსურთ პრაქტიკული გეგმა ვალებისგან თავის დასაღწევად, ეს წიგნი საუკეთესოა. რემსის ნამცხვრის ნაბიჯები არის კონკრეტული ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ საავარიო ფონდი და როგორ გავხდეთ სრულად დამოუკიდებლები ფინანსურად. ეს 7 წიგნი ქმნის სრულყოფილ სურათს, დაწყებული თქვენი აზროვნებით, დამთავრებული კონკრეტული საინვესტიციო ნაბიჯებით.